ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანასთან ახლოს სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები კაცი დააპატიმრეს. ქართლის ამბებს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თანასოფლელი დაკარგულ ცხენს ეძებდა, მათი ცნობით შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს უზენაეს სასამართლოსთან ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილი მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. მათ დაკავებული პოლიტიკოსის წერილიც წაიკითხეს. საქართველოში 2024 წელს 31 მილიონი ლიტრი ღვინო მოიხმარეს. TBC კაპიტალის კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ღვინის შიდა მოხმარება საგრძნობლად შემცირებულია. 2016 წელს საქართველოში თითქმის 79 მილიონ ლიტრ ღვინოს მოიხმარდნენ. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 31 მილიონ ლიტრამდე შემცირდა. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ამერიკამ მზადაა უსაფრთხოების გარანტიების სახით უკრაინაში ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტუსკმა ეს განცხადება დღეს ევროპის ქვეყნების ლიდერების, კანადის პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობით გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.